მოგესალმებით. ივანიშვილის პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარად და რჩება სერიულ მატყუარად, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ ოროსანია და ვერაფერს ვერ უგებს ქართულ ეკონომიკას, ქართულ სოციალურ პოლიტიკას და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. კობახიძე დღეს ყელყელაობდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ხაპასხუპით კითხვით, მაგრამ არც ერთი ამ რიცხვის შინაარსი არ იცის და არც ერთი ამ რიცხვის უკან რა დგას არ ისმის. ამბობს, რომ საქართველოს საშუალო ხელფასი არის 2400 ლარი, მაგრამ არ იცის ან უარყოფს იმას, რომ ყველაზე მეტი ამ ქვეყნის მოქალაქეს 350 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს და ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პრემიერმა ან არ იცის, ან თქვენ გატყუებთ, რომ რუსეთის უკანა ეზოდა მეკობრეობით დაგროვილი მაკროეკონომიკური რიცხვები არამდრადია და ერთ დღეში შეიძლება გაქრეს, როდესაც რუსული აგრესია დასრულდება. მაგრამ არ გაქრებოდა ის დოულათი, რომელიც დაგროვდებოდა შუა დერეფნის ამუშავებით და ანაკლიის სპორტის სრული დატვირთვით ამუშავებით 2022 წლიდან. მაგრამ ამის მაგივრად უკვე მეხუთე წელია და მეტი ის გატყუებთ რაღაც მითიურ ჩინურ ინვესტიციაზე და რომელიც არ არსებობს და ამის პარალელურად ანაკლია ხდება მოჩვენებების ქალაქი. საქართველოს ეკონომიკის გათვლა შესაძლებელი ნამდვილად იქნებოდა 50 წელზეც, 100 წელზეც, ამ ქვეყნის ნამდვილი გამტარიანობის ფუნქციის ამუშავების შემთხვევაში. თუ საქართველოს რკინიგზა მოდერნიზდებოდა და მოდერნიზებული რკინიგზა არა რუსული კონტრაბანდულ ბენზინს, არამედ გაატარებდა ჩინეთის, შუა აზიის და ევროკავშირის ტვირთების აბსოლუტურ უმრავლესობას. მაგრამ ამის მარგივრად 5 წელზე მეტია რკინიგზას მართავს დანაშაულებრივი ბანდა, რომელმაც ლიანდაგები ჯართა დაჭრა და კორუფციულად გაყიდა. საქართველოს დღეს ნამდვილად იქნებოდა ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური სავაჭრო გამტარი და გლობალურ ეკონომიკაში თავის სიტყვას ითხოვდა როგორც საფინანსო, ისე სავაჭრო ნაწილში. ეს ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გზას რომ გაყოლოდა, შეერთებული შტატების პარტნიორად დარჩენილიყო და ევროკავშირთან დაიწყო წევრობის შესახებ მოლაპარაკებები. მაგრამ ამის მაგივრად რუსეთში ფერარების უკანა ეზოდან შეტანის, რუსული შავი ფულის კრიპტოთი გათეთრების, ირანული ექსტრემიზმის და სპეცსამსახურების, რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციის პოლიგონად გადაიქცა და ნამდვილად ნულოვან სტაბილურობასა და სანდოობას ასხივებს დღეს. ამხანაგმა კობახიძემ ოპოზიციას დააბრალა ეკონომიკური ტემპის არასათანადო ზრდა, როდესაც მის მიერ პარლამენტში დამტკიცებული და მის კონტროლ ქვეშ მყოფი ღარიბაშვილის კაბინეტის 2/3 სავსე იყო ჯიბგირებით, ბიუჯეტის ქურდებით, კორუფციონერი კრიმინალებით და ფსიქოტროპულების იატაკქვეშა ბიზნესისა და კოლ-ცენტრების ფარველებით. აი მათ მხილებაში ნამდვილად დამნაშავე იყო ოპოზიცია და ნამდვილად ვამხილეთ ყველა ეს ბინძური სქემა. როგორც ვამხელთ მომავალში მას და მის საპარლამენტო გუნდის დანაშაულებრივ უმოქმედობას, მისი პირობებში სისტემურ კორუფციას და მისი მთავრობის და სახელმწიფო ინტერესების, მისი მთავრობის მიერ საქართველოს და ქართული ხალხის სახელმწიფო ინტერესების ღალატს. ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში. ეს იყო ანგარიში, რომელიც არც ერთ ქართულ ოჯახში არ მოეწონათ, მაგრამ მოეწონათ მოსკოვში, უხარიათ მოსკოვში ჩვენს მტრებს, უხარიათ სოხუმში და ცხინვალში სეპარატისტებს და ყველა ამ ქვეყნის მავნებელს, ვისაც უხარიათ დაჩაგრული, უძლური და კორუფციაში ჩაფლული საქართველოს ხილვა.